Გითხავთ არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით დღეს ითქვა რომ კახა კუკავამაც დაადასტურა ჩვენთან საუბარში რომ მერობისთვის არასაპარლამენტო ოპოზიციის სახელით ერთ-ერთი კანდიდატი ის იქნება და ბოლო გამოკითხვების სწორედ ამაზე მიუთითებს. უშუალოდ თქვენი ლეიბორისტების პოზიცია რომ გითხრათ არასაპარლამენტოების გაერთიანებასთან დაკავშირებით და თქვენი პოზიცია როგორია? დიდი მადლობა ამ ლამაზი შეხვედრისათვის. მინდა დასაწყისში მოგახსენოთ, რომ შიერი ზაფხულის დასაწყისში და კიდევ უფრო გადამშიებული გაზაფხულის მარტში საქართველოს მეპატრონეს ბიძინა ივანიშვილს გაახსენდა არა მის მიერ მოტყუებული და გადაგდებული ქვეყანა და ხალხი, არამედ მისი ტაშის მკვლელი მსახიობები და სპორტსმენები და მათთვის გამოყო 20 მილიონი. მილიონი გამოყო მათთვის. ესე იგი თურმე საქართველოს ბედნიერება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მსუყე საკვებს მიირთმევს შენგელაიების, ბერიკაშვილების, ჩარკვიანების, ქეთი დოლიძეების ოჯახი, რამდენად ძვირად ღირებულ და პრესტიჟულ უცხოურ სასწავლებლებში სწავლობენ მათი შვილები და შვილიშვილები, რამდენად კარგად ჩაცმულ დახურულები არიან, რამდენ ახალ ვილას შეიძენენ პრესტიჟულ კურორტებზე და თურმე აი ამით უნდა ჩვენ დავტყვეთ და ამით ვიარსებოთ და ყველაფერ ამას უნდა მენეჯერობა გაუწიოს ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ მისთვის კვლავ რჩებით სტატისტიკად საარჩევნო მასად, ხოლო აი ეს მსახიობ სპორტსმენ მწერლები მის მიერ დაფინანსებული რჩებიან მის საარჩევნო პროპაგანდისტებად, ხელის გოგო ბიჭებად. სამწუხაროა რომ არ იყოს სამწუხაროზე მეტად უარესი, ტრაგიკული ის ყველაფერი, რაც მე თქვენ მოგახსენებთ ახლა. რაც შეეხება ოპოზიციის გაერთიანებას. ოპოზიციის გაერთიანებამდე, კანდიდატურების წამოყენებამდე საჭიროა ოპოზიციამ ერთად იბრძოლოს საარჩევნო გარემოს არსებით შეცვლასა და გაუმჯობესებაზე, რომელიც დღეისათვის შევთანხმდეთ არ არსებობს. პირველი შემთხვევა 20 განვლილი წლის მანძილზე, რომელიც გავსებული იყო არჩევნების მასობრივ ფალსიფიკაციათა ეპიზოდებით. ვიცით, ხო? აი ეხლა პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო კომისიაში არსებული 12 წევრიდან 11 მმართველი პარტიისა, ერთი კიდევ მეორე მმართველი პარტიის. დანარჩენი ყველა პარტია გამოძევებულია კომისიებიდან. ამ დანარჩენ პარტიებს წარმომადგენლებიც კი არ უფინანსდებათ ის წარმომადგენლები, რომლებმაც უნდა დააფიქსირონ დარღვევები უბანზე, დაწერონ მოქმები, შეიტანონ სასამართლოში, რომ მერე პროცესი მაინც წავიდეს განხილვის. რომელ იმაზე ვსაუბრობთ ჩვენ? გაერთიანებას. რის თაობაზე ვერთიანდებით? რა იდეის გარშემო და რა გვაქვს მოედნად, რომ იმ მოედანზე ჩვენ ვითამაშოთ, თქვათ, ეროვნული ფეხბურთი. მოედანი არა გვაქვს. მოედანი წარქმეულია. ეხლა რომ დაждდება ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული 12 სულგაყიდული ნაძირალა საარჩევნო კომისიაში და დათვლის საარჩევნო ბიულეტენებს. იქ რამე ჭეშმარიტებაზე შეიძლება ფიქრი? 100%-იც კი აიღოს არა მათმა წარმომადგენელმა, ხო? 0%-საც არ დაუწერენ, იმ 0-საც ჩვენზე გაჭირენ. შესაბამისად, დღეს უნდა ჩვენ უფრო სერიოზულ საკითხებზე მსჯელობდეთ, ვფიქრობდეთ და ვიბრძოდეთ. მიმაჩნია, რომ ეს ჩემზე კარგად ესმით, არანაკლებ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს. მოგესალმებათ, მე რამდენიმე დღის წინ დავამთავრე ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შეხვედრა მქონდა უპრეცედენტო მასშტაბის შეხვედრები 14 კონგრესმენთან ამერიკის შეერთებული შტატებისა ხედულობაში მოხდა წარმომადგენელთა პალატა, რომელიც ქმნის რეალურ პოლიტიკურ ამინს არა მარტო ამ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენი მიმართულებითაც როგორც სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე. და მე იქ დავსვი, როგორც იცით, საკითხი, რომ დაიწყოს სპეციალური რეზოლუციის შემუშავება, რათა იძულებული იქნას საქართველოს ხელისუფლება უახლოეს დღეებში, მარტვის თვეში მოახდინოს არსებითი შესწორებები აი ამ თუნდაც ორი საკითხისა. პირველი, რომ არ იყოს
საარჩევნო კომისიის 12 წევრიდან 12-ვე ბიძინა ივანიშვილის და მეორე საარჩევნო პროცესში მონაწილე სუბიექტების წარმომადგენლებს გზის ფული მაინც მიეცეთ, რომ გადაადგილდნენ სახლიდან საარჩევნო უბანზე არჩევნების დღეს. არც ერთი აქვს არავის და არც მეორე. აი ამ თემებზე გქონდა ჩვენ საუბარი და მე მინდა მადლობა უთხრა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, რომლებმაც ჩემი თხოვნით მე დავრეკე ვაშინგტონიდან ხელი მოაწერეს საერთო მიმართვას პარტიებისა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო პოლიტიკურ კომიტეტში იმის თაობაზე, რომ ამ რეზოლუციის შემუშავება დაჩქარდეს და დაიცრას. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი უნდა წავიდეს კარგად, თუ არ შევეგუებით არსებულ იმ მახინჯ სინამდვილეს, რომელიც დაგვიხატა ფრეიდისტმა ივანიშვილმა. თავისი ძალიან ავამტყოფური მანიაკალური იდეებითა და ხედვებით, რაც საბოლოო ჯამში გამოიხატება ძალიან მარტივი ფორმულით. მე შემიძლია თქვენ მოგატყუოთ უსასრულოდ, მე შემიძლია თქვენ მოგისყიდოთ უსასრულოდ, მე შემიძლია ვაკომპლექტო მთავრობა და მთელი სახელმწიფო ვიყიდო, მე და ჩემმა გარემოცვამ და ჩემმა ტაშის მკვლელებმა უნდა ვიცხოვროთ ბედნიერად და თქვენ უნდა ამით იყოთ ბედნიერები. აი ეს არის პრინციპი, აი ამ სიმახინჯისა ხედულობაში მაქვს პოლიტიკური ასპექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაებერტყა თავზე. და თუ არ შეიცვალა ეს გარემო, რაღაც თქვენ საუბრობთ, თუ არ დაკმაყოფილდა ეს მოთხოვნები, ამ შემთხვევაში თქვენი პარტიის პოზიცია როგორ იქნება გასაგებია? აქ იდეა საჩვენებში მონაწილეობის მეთოდს და უშუალოდ ინგლისის მერობის. ჩვენ არავის აღარ მივანიჭებთ იმ სიამოვნებას და ბედნიერებას, რომ არჩევნებში აღარ მივიღოთ მონაწილეობა, როგორც ეს გავაკეთეთ 2010 წელს, ადგილობრივ არჩევნებს გამოუცხადეთ მოგეხსენებათ ბოიკოტი, ძალიან ცუდი საარჩევნო კანონისა და მაგრამ რაც წარმოუდგენთ, დღეს უფრო ცუდი იქნებოდა. და ამაზრზენი გარემოს გამო და ამის შედეგად ჩვენ წაგვართვეს დაფინანსება დღემდე. კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი წაგვართვეს, ხალხო. და იმ პარტიებმა, რომლებმაც გაუპრავეს არჩევნები მიხეილ სააკაშვილს და უფრო მეტიც ალასანიამ და რესპუბლიკელებმა მიულოცეს უგულავას მერად არჩევა, ხო გახსოვთ? დაირტყეს მართველი პარტიის სტატუსი. და ეს არავის აღარ ახსოვს მთელს ქვეყანაში. ვიწრო წრის გარდა თქვენ გახსოვთ და კიდევ ალბათ ძალიან პატარა პროცენტს. შესაბამისად ჩვენ ნამდვილად ამას აღარ გავაკეთებთ ამ სისულელეს. მაგრამ ბოლომდე ამოაშხამებთ ყველა იმ სუბიექტს, ლიდერს თუ მილიარდერს, ვინც მოინდომებს ჩვენი სულებით манипуляციას. ბოლომდე ამოაშხამებთ და არ შევარჩენთ არც ერთ გაყალბებულ ხმას. ეს არის ჩვენი თავარი მიზანი დღეისათვის. ამ დეტალებზე საუბარი პარტიაში არ ყოფილა ჯერ. სწორად და გულახდილად გეუბნებით. არაფერი დასამალულმა თქვენთან არ მაქვს, თუმცა თქვენ რა უნდა დაგიმაროთ, კაცმა ყველაფერს წინასწარ ხვდებით. არ ყოფილა ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ხალხო ვეწევით უდიდეს ბრძოლას ოკეანის იქით და აქეთ. ძალიან მაღალ დონეებზე, რომ რამენერად შევცვალოთ საარჩევნო კანონი და აზრი ქონდეს რამეს და ვინმეს დასახელება სადმე. აბა ეხლა საპრეზიდენტო არჩევნები რამდენიმე თვეა ჩატარდა. მოგეხსენებათ ჩვენი აპელაცია წარმართულია უკვე ევროპის სასამართლოში განსახილველად იმ მასობრივ ფალსიფიცირებაზე, რაც ჩაიდინა ივანიშვილის რეჟიმმა ნაცმოძრაობასთან შეთანხმებითა და სრული კოჰაბიტაციით. უბანზე ვიღებ 800 ხმას, ამის თაობაზე დგება ოქმი, 10 წუთის მერე დგება მეორე ოქმი და რჩება 8 ხმა. 2-0 ჩამოცილებული. აი ამ ფონზე, აი ამ ბოროტების პირობებში, რომელიც რამდენიმე თვის წინ ხდებოდა. რა შეიძლება შეიცვალოს დღეს? იგივენი არიან. ივანიშვილიც, იგივეა უსუფაშვილიც, იგივეა ღარიბაშვილიც, იგივეა ნაცმოძრაობაც, უარესია საარჩევნო კანონი, უარესია გარემო, ბევრად უფრო სოციალურად საშინელი ვითარება და ბევრად უფრო იოლია მოისყიდო გაჭირებული ფენების გარკვეული პროცენტი ან დააშინო ან ზემოქმედება იქონიომაძე. შესაბამისად დღეს უნდა მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დააბლოკოთ ივანიშვილის ავამტყოფური მისწრაფებები და ინტერესები კიდევ ერთხელ ჩვენ თავს მოგვახვიოს თავისი მახინჯი სისტემა და მერიტაში გვაკვრევინოს. საბოლოო ჯამში ჩვენ მივდივართ ძალიან რადიკალურ ნაბიჯებზე, მოგეხსენებათ, მიცემულია ჩემგან ულტიმატუმი ამ მილიარდელისადმი, რომ თუ 30-31 მარტამდე არ შეიცვლება საარჩევნო კანონმდებლობა, მე და ჩვენ მივმართავთ სოფლიოში არსებულ ყველა სერიოზულ ბანკს, საფონდო ბირჟას და სააქციონერო საზოგადოებას, სადაც წილები
ფულები და პროცენტები აქვს აი ამ ერით მოვაჭრე მილიარდს, რომ მოახდინონ მისი საბანკო ანგარიშებისა და აქციების დაყადაღება, შეჩერება და გაყინვა. მხედველობაში მაქვს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა, მხედველობაში მაქვს მორგან სტენლის ბანკი, მხედველობაში მაქვს ლონდონის ოქროს ბირჟა, მხედველობაში მაქვს გაზპრომი, მხედველობაში მაქვს თურქიშ ერლაინზი, რომელიც ამას წინათ შეიძინა, მხედველობაში მაქვს გუგლის აქციები, მხედველობაში მაქვს კიდევ სხვა ის უამრავი ოფშორული ფირმები, რომლებიც უხვადაა მიმოფანტული ვირჯინიისა და მარშალის კუნძულებზე. და ამის გარდა ჩვენ მოვითხოვთ ძალიან სერიოზულად ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე დასავლეთისაგან სავიზო შეზღუდვები დააწესოს რეჟიმის მაღალ ჩინოსნებზე, რომლებსაც დავალებული აქვთ არჩევნების გაყალბება და ამას წარმატებით ართმევენ თავს. დაწყებული მინისტრებით, გაგრძელებული დეპუტატებით, რომლებიც იქ არიან წამოსკუპებული და კვირაში შაბათ-კვირას ატარებენ უიკენდს პარიზში და დამთავრებული ხათუნა 2-ით მხედველობაში მაქვს იმერლიშვილის ქალბატონი, რომელიც უშრაფ საბჭოს მდივანია და რომელსაც ევალება ეხლა მთელი საარჩევნო პროცესის ფალსიფიკაცია. წინა შესანიშნავად ჩაატარა და ამიტომ დაიწყა მისმა ოჯახმა შალვა ბებოშვილმა 33 მილიონი ტენდერი ჯარისკაცების კვებისა, მათ შემოუტანეს ამ ჯარისკაცებს გაფუჭებული რა ქვია ძეხვი და ხორცის პროდუქტები და 300 კაცი იწამლებოდა ზედიზედ, მათ შორის 31 ქართლის სამხედრო დაწესებულებაში, გორში 300, 100, 11, 12 და აი ასე. ფაქტიურად მოკალათებულია ხელისუფლებაში მკვლელები, რომლებსაც არაფრად არ უღირთ ჩვენი შვილების სიცოცხლე და უსაფრთხოება, ოღონდ კი თავიანთ მილიონებს დავამტო მილიონები. ანუ აი ამ თანამდებობის პირების მიმართ არო გამოდიან და იქნევენ ენებს ის ძიძიგურის მსგავსნი, ვოლსკის მსგავსნი. მე მაინტერესებს ვოლსკის ვინ მისცა ცნობა, რომ ის ნარკომანი არ არის. აი ეს ექიმია დასაჯერია. ვოლსკი არის ნარკოტიზმის ფუძემდებელი თბილისში. თუ არა და მე და მან გავიაროთ ერთად თქმის ექსპერტიზა, აბა. გამოდის და აქ იმაშვილება მოძღვრავს. და ის ძიძიგური გამოვიდა, რა ქვია, ბერად შემდგარი მელი კიდევ. ის რა ქვია, თავარი საარჩევნო დემოკრატი ქვეყანაში ძიძიგური, რომელსაც პრინციპები არ გააჩინა, რომელმაც მოიცვალა ყველა პარტია და პოლიტიკური ძალა მხედრიონიდან დაწყებული. გზიად გამსახურდია იქამდე მიიყვანა, რომ ცხონებულმა გროზნოდან გარიცხა. გროზნოში მოიწვია სესია უმაღლეს საბჭოს და იქიდან გარიცხა დეპუტატობიდან. და ეს ხალხია დღეს ის რა ქვია, ერის მოძღვარი, სირცხველი არ არის. სირცხველი არ არის საერთოდ. მე ვიმეორებ. თუ ასე გაგრძელდა, ივანიშვილის სასახლის შუშის ნამსხვრევებს მტკვარი ჩაიტანს კასპიის ზღვაში. ძალიან მალე. გასვლა როგორ რა დაყრდნობა უნდა ამას თემ თბილისს მაიცეს. ისევ როგორც ხუხაშვილი. მოკრეფა მილიონები და ეხლა ნარკოტიკსაც იყიდის და ყველაფერი კარგად ექნება. რა პრობლემაა? ისიც მაგის კოლეგა. სავსეა ნარკომანებით ხელისუფლების უმაღლეს ეშელონი. სავსეა. და ისინი მარიგებენ მეჭკუას. კაც რომელიც სასმესაც კი ავსვრო, რამე არ შემეშალოს და რამე ქვეყანას არ ვატკინო და რამე არასწორი არ გაუმივიდეს. ჩვენ გვარიგებენ ჭკუას ეს ხალხი. საერთოდ პარლამენტია დასათხოვნი და ახალი არჩევნები ჩასატარებელი მეგობრებო. ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავამწვავოთ პროცესები გაზაფხულზე, გამოვიწვიოთ ხალხის მასობრივი გამოსვლა ქუჩაში და ვაიძულოთ ხელისუფლება დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სადაც ავირჩევთ ჩვენ ეროვნულ მამაც, ვაჟკაცს, ჭკვიან, განათლებულ, ინტელიგენტ, არანარკომან ადამიანებს. დეპუტატებად და მინისტრებად. არა, ჩვენ გაერთიანებებში არ მონაწილეობთ. ჩვენ გავერთიანდებით უკვე არჩეულ სტრუქტურებში, აი ვთქვათ, პარლამენტში, საკრებულოში თუ შევედით, ვთქვათ, პარტიები, გარკვეული ფრაქციებით და საჭირო გახდა კოალიციური მთავრობის შექმნა, ჩვენ აი ამ შემთხვევაში უკვე ამ პოლიტიკურ ძალებთან აუცილებლად გავაკეთებთ საერთო სამთავრობო სტრუქტურას, იქნება ეს ადგილზე, თუ იქნება ცენტრში, იმისათვის, რომ აღნიშნული რეჟიმი როგორც იტყვის ხოლმე ის მილიარდერი მივჯირკვნოთ და ასე ვთქვათ, შევავიწროოთ. მაგრამ არჩევნებამდე გაერთიანება საქართველოს პირობებში, როგორც წესი გადაიქცევა ხოლმე ვაჭრობა.
მომიტეხე ყველი, მოგიტეხავ პულსა, მოდი გავერთიანდეთ, მე დავიშალოთ, როცა შევვალთ. ეს ესეთი ფორმატი ლეიბორისტული პარტიისთვის არის მიუღებელი და ამის თაობაზე იცის თელონ საფლავი. კი, ჩვენ არაერთი გამაერთიანებელი დოკუმენტი შევიმუშავეთ ამის თაობაზე, არაერთი დეკლარაცია, კომუნიკე, შეთანხმება და სულ ბოლო ფორმატი მე მოგახსენეთ უკვე შედგა სწორედ ვაშინგტონისთვის და წარმართულია ის კონგრესის საგარეო პოლიტიკის კომიტეტში კონგრესმენებთან ერთობლივი ხელმოწერით აი თქვენს მიერ ჩამოთვლილ პარტიებთან იმის თაობაზე, რომ საარჩევნო გარემო თუ არ შეიცვალა, არჩევნები არ შეიძლება იყოს ლეგიტიმური, სამართლიანი, დემოკრატიული და აღიარებული მსოფლიო თანამეგობრობის მიერ, როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი სრულყოფისა და სამართლებრივი სახელმწიფოს. მე მრჩება შტაბ-ეჭდილება, რომ ნაცმოძრაობა და ოცნება ძალიან ჩქარობენ გარიგებებში. მათ შეეძლოთ ეს გარიგება გაეკეთებინათ ცოტა გვიან, მაგრამ როგორც ჩანს, იქ ძალიან ბევრი პრობლემებია მოსაგვარებელი, მათ შორის ყოფილ მმართველ პარტიაში, ამიტომ ამას უფრო გარიგების სუნი აქვს. გარიგების სუნი აქვს ამას უფრო, რომ რამენაირად მთლიანად გაუხსნან გზა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორს წეროვნის სასათბურო მეურნეობაში კიტრის და პამინდურის მოყვანის დარგში. აი მგონებაჩლუნ გარსებას, რომელსაც თბილისის მერობაზე აქვს პრეტენზია, ეს არის სამართლმსხვილი, არ ვიცი. მე მგონი ყველა თბილისელის გული იქნება შეურაცხყოფილი ივანიშვილის აი ამ მორიგი დანაშაულებრივი გადაწყვეტილებით, რომ ქალაქის ბედი ჩააბაროს პიროვნებას, რომელსაც ვიმეორებ მის სათბურში კიტრის და პამინდურის მოყვანის გარდა ნამდვილად არც არაფერი უკეთებია და ვერც არაფერს ვერ შეძლებს. ხო, აბა ვიცი. რა თქმა უნდა, წეროვნის სათბურები არის ივანიშვილის, ნარმანიას და ხადურის. ბიზნეს პარტნიორებია. ხელისუფლებაში მოვიდა ივანიშვილის ბიზნეს ჯგუფი, მეგობრებო, ესა უბედურება. თორე შეიძლება პოლიტიკოსები იყოს მოსული, ის პოლიტიკოსები მაბადეთ მე არ მომწონდეს, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლიდეს და ქვეყანა მედიოდეს უკეთესობისაგან ყოველ შემთხვევაში არანგრევისაკენ. ბიზნეს პარტნიორებია მოსული, გადახედეთ. გუბერნატორის, ქართლის გუბერნატორი, გურიის გუბერნატორი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, საიდან მოვიდნენ თუ იცით? ქართულ ჯგუფი. ქართულ ბანკის რეგიონალური მმართველები იყო ყველა. ადრე მოდიოდნენ ხელმძღვანელი მუშაკები მოსკოვის პარტიული სკოლიდან. იყო ასეთი პარტიული სკოლა პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან, იქ იზრდებოდნენ ხელმძღვანელი მუშაკები და ისინი მართლა იყვნენ ხელმძღვანელი მუშაკები იმ პერიოდისათვის, მინდა გითხრათ. და ეხლა ხელმძღვანელი მუშაკები მოდიან ქართულ ბანკიდან და ქართულ ჯგუფიდან. იგივე ქართულ ამ ბანკმა და ქართულ ჯგუფმა, ივანიშვილმა აგერ ჩვენს გვერდზე ახლა მოვიარენ და შევხედე გულდაწყვეტილმა საცურო ბასეინი, საცურო აუზი, აბადეთ, ლაგუნა ვერე, რომელიც არის უნიკალური კომპლექსი მთელ ამერიკა-კავკასიაში და აქ მოგეხსენებათ თქვენ პატარები ხართ ისე არ გახსოვთ, ტარდებოდა ჩემპიონატები ევროპის მათ შორის წყლის სახეობებში, ტარდებოდა უნიკალური წყალქვეშა წარმოდგენები, რომ დაცურავენ ქალბატონები ოპერის მსგავსად წყლის ქვეშ, მე მახსოვს ამაზე იყო ძალიან დიდი აზიოტაჟი და დიდი ყურებადობა და რაც თავარია ეს არის ერთადერთი ადგილი სადაც შეიძლება თქვა ვერ გავიდა თბილისელი ადამიანი ქალაქგარეთ ზღვაზე და იქ მიდიან და იქ თქვენს ალბათ ძალიან ბევრი იყენებდით ამ საშუალებას. ბატონმა ივანიშვილმა ლაგუნა ვერეც წაართვა საქართველოს და თბილისს. აბა რომელი ამის დანიშნული და არჩეული მერის არჩევა შეიძლება. და მას ყიდის ირანელებზე. ხოლო ირანელები აპირებენ ამ ადგილს დაიწყო საცხოვრებელი კორპუსების შენება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საშიშია საცხოვრებელი კორპუსის საშენება დაბლა გადის მდინარე ვერე. დაბლა გვირაბია გაკეთებული და ვერე მიემართება, რომელიც ახლა ეს გვირაბი მუდმივი არაფერია სამყაროში და გვირაბი შეიძლება დაზიანდეს და ზემდგომის კორპუსის ჩაიტანოს იქ დაბლა. აი, გაფიცულია 200 თანამშრომელი ამ საცურველ ბასეინის და ისევ ივანიშვილის იმედი აქვს მელას თავის ბავშვობელა უყარდა. ისევ ივანიშვილის იმედი აქვს ამ უბედურებს მართლა. გავაგზავნეთ ჩვენი ჯგუფი გუშინ და დიდი ცხვირაწევით გამოისტუმრეს უკან. კისრებიც გიტეხიათ, იყავით უმუშევრები, რა გიყოთ ახლა? არ გინდათ ადამიანური ღირსეული ცხოვრება და მათხოვრები გინდა იყოთ ივანიშვილის იყავით, მაგრამ თბილისს რას ერჩით და ქალაქს რას ერჩით, რომელიც კარგავს ამისთან ობიექტს. ჩვენო ისევ ივანიშვილის იმედი გვაქვს გამოცხადდეს. რაგენ ადამიანი მაგათგან რამე გამოვა და მაგათთვის შეიძლება ბრძოლა, ხო? კიდე კარგი ეგეთი არ არის საქართველოს და თბილისი.
უკრაინა არასოდეს აღარ იქნება ისეთი, როგორიც დღემდე იყო. უკრაინა პრაქტიკულად დაშალეს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა ორივე მხრიდან, რომელთათვისაც თავარი იყო პირადი ინტერესები და არა საერთო უკრაინული და სახელმწიფოებრივი მიდგომები. იანუკოვიჩის ჯგუფიც და იაცენიუკის ჯგუფიც თანაბრად აგებს პასუხს იმაზე, რაც დამართეს უკრაინას. უკრაინა დღის მდგომარეობით არის დაშლილი. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა და მე მინდა კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს ძმებს უკრაინელ ხალხს და უსურვო ამ კრიზისიდან წარმატებული გამოსვლა, თუმცა ძალიან მეუჭირო. მინიმუმ ყირიმი დაკარგული აქვს დღეისათვის. მინიმუმ. ჩვენ რა თქმა უნდა ხარს უჭერთ ევროინტეგრაციას და ამ დოკუმენტზე ხელმოწერას, მაგრამ ვიმეორებთ, რომ ჟობდა ეს ადრე გაკეთებული იყო, სანამ წაგვართმევდნენ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს. ურემ რო გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდება. ჯობია გზა გამოაჩინოთ ურმის გადაბრუნებამდე. ეს რეალური და ჭეშმარიტია საქართველოს მაგალითზეც და უკრაინის მაგალითზეც, მე ვიტყოდი და კიდევ სხვა ქვეყნების მაგალითზე. თუმცა ვიმეორებ, რომ უფრო მეტად ესაჭიროება საქართველოს და ჩვენს ხალხს უვიზო რეჟიმი ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. უვიზო რეჟიმი, რომელიც მოიტანს სამუშაო ადგილებს, მუშახელის თავისუფალ გადაადგილებას, კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას. და ეს ყველაფერი ხელშეკრულებები ასოცირებაზე და პარტნიორობაზე უნდა უპირველესად ითვალისწინებდეს ამას, თორემ ელიტა ჩვენი ისედაც ვიზა ჩართულია პასპორტში და სადაც უნდა, როგორც უნდა, მაშინ წავა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე იყიდის, გაყიდის, შემოიტანს და გაიტანს. თავარია რომ აი იმ ინტეგრაციის პროცესებში არ დაგვაიწყდეს მისი უდიდებულესობა ხალხი. რაც სამწუხაროდ ჩვენს პოლიტიკოსებს ძალიან ხშირად დავიწყდება და გონიათ რომ თვითონ თუ იქნებიან გადაადგილება უფლება მიცემული და თანამდებობით აღჭურვილი და ბიუჯეტზე დამჯდარი, ხალხიც ბედნიერი და მაყოფილი იქნება. მე ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ნაციონალური მოძრაობა გახდებოდა ჩემი კოლეგა და დაიწყებდნენ ისინი ტირილის დევნას და შევიწროებაზე და დაჭერებზე. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ცხოვრება ძალიან საინტერესო რამაა, უფლისნებით დადგენილი და თურმე ის არის კიბე, ზოგჯერ ახვალ, ზოგჯერ ჩამოხვალ და არასოდეს არ უნდა დაასტყბე შენი მდგომარეობები და არ უნდა იფიქრო, რომ ვითარება არის სამუდამოდ ჩაცემენტებული და უცვლელი, რომ ადამიანი იქნება ყოველთვის თანამდებობაზე, ყოველთვის ექნება სტატუსი და რაც მთავარია, არასოდეს არ უნდა უსურვოს სხვას ის და გაუკეთოს სხვას ის, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებს და არ გაუკეთებს. რა თქმა უნდა, მე ამას არ ვამბობ ირონიით ან ნიშნის მოგებით. ჩემთვის ადამიანის უფლების დაცვა უმაღლესი რამ, იმიტომ ვარ ამდენი წელი ოპოზიციაში და იმიტომ ვარ მზად კიდევ ძალიან ბევრი რამე გადავიტანო, ოღონდ ადამიანის უფლება არ დაიღოს, მიუხედავად იმისა, მას რა პოლიტიკური პოზიცია ეკავა ოდესღაც. ეხლა რეალობა მდგომარეობს შემდეგში. როდესაც რეჟიმის შემქმნელი და უფროსი არის ხელშეუხებელი, თავისუფალი და საპატიო გმირად გაშვებული საქართველოდან, რიგითი მეისრების დაჭერა არის უაზრობა და ამორალობა. ორგანიზატორი უნდა იყოს მიცემული პასუხისგებაში და მერე შეგიძლია იმათ მოსთხოვა პასუხი, ვინც მის დავალებებს ასრულებდა. ეს არის სოფლიოში აღიარებული იურიდიული, სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური ნორმა. შესაბამისად მე ვთვლი, რომ თუ იმ რეჟიმიდან ვინმე პასუხი უნდა აგოს რამეზე, პირველ რიგში ეს უნდა მოხდეს იმ რეჟიმის შემქმნელზე და ხელმძღვანელზე სააკაშვილიძე, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ეს საჩუქარიც გაუკეთა საქართველოს. სააკაშვილი ხელშეუხებლობით აღჭურვილი გააგზავნა ოკეანის იქით
არაფერზე არ შეა, ფაქტურად გადაარჩინა, ჩამოაწერა ყველა ცოდვა, განთავისუფლა ყველანაირი პასუხისგებლობისაგან, რაც კი შეიძლება მას დაკისრებოდა, ხოლო მისი ნაციონალური მოძრაობა გამოაცხადა თავარ ოპოზიციურ ძალად. მეტი რა უბედურება შეიძლება გაეკეთებინა ამ კაც საქართველოსთვის, ამაზე უარეს. ამიტომ ასე უპასუხებდი ამ კითხვას, რაც უკავშირდება იმ რეჟიმის, თქვათ, რიგით მეისტრებს. იმედი მოვიდა მაესტრო. წავიდეთ გვაჭუმენ კითხვის დაპამინდორს. არა, ეგ არის ებრაელებთან ერთად გაკეთებული ივანიშვილ ხადურ ნარმანიას ბიზნესი. კი, ხელისუფლებაში მოსვლამდე, კი. მანდ იყო ადრე სათბურები, რომელსაც მოხავდა ცოტა თუ ბევრად კარგი პროდუქცია, ანუ საწავლავს არასხავდნენ ლიტრობით და ტონობით. მერე მაგათმა გადააკეთეს ახალი ტექნოლოგიები შემოიტანეს, ფაქტურად მიწა მოხსნეს, მიწის ფენა, დაყრილია რაღაცა ნივთიერება, რომლისგანაც იკვებება აი ეს პროდუქცია, რომელიც როგორც მითხრეს, არის პრაქტიკულად საწამლავი, ანუ თუ ღვიძლი ცოტა ხო, თუ ღვიძლი ცოტა დააზიანებული აქვს ადამიანს, მე დეტალებში ვერ ვერკვევი, აი თქვა ცეროზის წინა სტადია თუა, ხო? აი ამ პროდუქციის ჭამის შემდეგ შეიძლება უცბად განვითარდეს ცეროზი. ხო, ადგილი კი არ ვიცი, მე ვარ დაგიმალოთ, რა ადგილი არ ვიცი, მაგრამ ძალიან ცნობილი ფაქტორია, რაც შეეხება ჩოჩელის ბიზნესს. აი ჭეშმარიტი მაგალითი იმისა, როგორი კოჰაბიტაცია ჩოჩელსა და საერთოდ სააკაშვილის ბიზნეს ჯგუფსა და ივანიშვილს შორის. აგერ ბეჟუაშვილი, სააკაშვილის ოჯახის ბიზნესმენი დღეს არის პარტნიორი საპარტნიორო ფონდში ივანიშვილის და ერთად აწყობენ იმ რაღაცა 500 კრონების სასტუმროების მშენებლობის გეგმებს. ეს ხო კარგად ვიცით. ნაყოფია ოქროს საბადოების ფლობელი დღეს არის ივანიშვილის ბიზნეს ჯგუფში. ეს ხო კარგად ვიცით. შარანგიები, სააკაშვილის ოჯახის ბიზნესმენები, ახლა ამაში არავის არ შეეპარება, ხო? დღეს მოღვაწეობენ ამ ხელისუფლებასთან და აგერ რუსთავში შემოუყვანიათ სამარშრუტო ტაქსები, ძღოლები, რომლებიც ამდენი ხანია გაფიცვას აწარმოებენ, სწორედ მათგან არიან დაზარალებულები, ყრიან ამ ძღოლებს ხაზიდან და მოყავთ თავიანთი ამანქანები და თავიანთი მძღოლები. არ არის კოჰაბიტაცია, როცა ყაჩაღ ჩოჩელს. მე შემთხვევით კი არ მეუტანე ის ცხარი კარებზე, კაცო. მე კი არ მეხალისებოდა იმ გუგული მისხდებოდა იმ წყვილ წერბილი. მე მინდოდა დაინახა მთელ მსოფლიოს და საქართველოს, რომ ყაჩაღია კაცი, ყოფილი მხედრიონელი ჩოჩელი თავის ძმასთან ერთად, რომელიც დარბოდა ავტომატებით, მერე გადააცვა სააკაშვილმა გასტუკი, მისა ყველაფრის უფლება, ოღონდ კი მცხეთა-მთიანეთის მხარეში ჩემს წინააღმდეგ გაეწია ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ ეფექტური მუშაობა, მარტო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩოჩელმა დახარჯა 26 მილიონი იმისათვის, რომ მცხეთა-მთიანეთში მოესყიდა ჩემი ბიძაშვილებიც კი. და დაეშინებინა მაინც თუ ვერ მოისყიდიდა. მეცაც გეტყვით, ჩემ ნათლი მამას, ასეთი გურიტიშვილია, ახალგორის რაიონში, 250 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა საჩუქრად, ოღონდ კი ჩემთვის ეღალატა. მას ვეყრდნობოდით ხოლმე ახალგორის რაიონში როგორც წესი. 250 ჰექტარი, რომელიც ამას ყიდი და მერე ბალტიისპირელ ინვესტორზე 2 მილიონი ნახევრად. ჩამოიყვანეს ის ინვესტორი და ვეღარ მოასწრეს გაყიდვა, იმიტომ რუსები შემოწიოდნენ 2008 წლის აგვისტოში. აი ეს ჩოჩელი, რომელმაც მთელი მხარე გაანადგურა, აქცია თავის საბანკო ანგარიშად და ყველაფერს მოედო, ოღონდ ჩვენი ფულით, არა თავისი შრომით, გაქონდა იმიდან, რა ქვია, კაპიკებად აკეთებდა პრივატიზაციას, ორლარად აკეთებდა კინაბეტონის ქარხნების პრივატიზაციას და მერე იქ მილიონიანი მარტო უძრავი ქონება და თურქეთში გასატანი მილიონობით ჯართი ხდებოდა. აი ამით იგივე მთელი ის ლუდი, წვენები, შოკოლადი, შპალები ყველაფერი დარჩა აი ამ მაფიოზა ოჯახს და დღეს წილს უხდიან ივანიშვილის ბიზნეს სეგმენტებს. ეს იმისათვის ამბობს, რომ აი ესეთი პრეტენზიები არ წავიდეს, რომ მოხდა კოჰაბიტაცია სააკაშვილისა და ივანიშვილის ბიზნეს ჯგუფებს შორის. ის საკმაოდ ეშმაკი კაცია, იცის, რომ აი უნდა დევნილი სტატუსიც ჰქონდეს მუდმივად, რომ არ დაიჭირონ და არ წაართვან ქონება. ცოტა დევნილი სტატუსი და იქ რო თქვა ოპოზიციამაც ხმა არ ამოიღოს და დაინდოს და დაიფაროს და განცხადებები აღარ გაკეთდეს. შესაბამისად მე მინდა გითხრათ, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, ადრე თუ ყავდა ერთი სააკაშვილი მოსაცილებელი, დღეს ყავს ორი სააკაშვილი მოსაცილებელი. ანუ ივანიშვილი სააკაშვილია დღეს, სუპერ სააკაშვილია დღეს. წარმატებებს გისურვებთ. აი მოწვევა